მარინადიდე როგორ ხარ? სახშია ხო თიკო? კი სახშია შემოდი. ცივიყავი გავიკეთე გოგოები მოდიანო გამაფრთხილა. ოთახშია. აუ, მარინადიდე ეს დივანი იქით არის გახოლმე და ეს კარადა იქით. დიზაინი შეცვალეთ? თქვენმა დაკალმა შეცვალა ეს, ხო? ამ ბოლო დროს დიზაინებზე და ეგეთ რაღაცებზე მელაპარაკება და მეც კი მომწონს პრინციპში რაღაცნაირად სივრცე გამოჩნდა, ხო? შეიტკნი ოთახში და მოგიტან ტყავებსაც ეხლავე. თიკო რა შვები? გოგო დიზაინერობა დაიწყე ოთახი რო შეგიცვლია? გოგო ხო იცით რომ მომწონდა ეგეთი რაღაცეები რა, ნუ ეხაც მომწონს. რამე კურსის გავლაცაც კი ვფიქრობდი, რა ინტერიერზე დიზაინიან რამე. აუ ეგ ძალიან მაგარია, გინდა მოგიძებნო? ამას წინათ შემთხვევა რაღაც მსგავსი. აუ ვერ წვით ტუალეტში გავალ რა, ჩემ გარეშე არ დალიოთ ყავა იცოდე. აი ნახია ბა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იმ ძალიან ცნობილები არიან რა. თან უწერიათ რომ აგვისტოში ყველა კურსზე აქვს 30%-მდე ფასდაკლება. აუ თიკო რანაირად შეცვალა ეს სახლი. ტუალეტის მაგრო დაივანზე გავედი, გამომყევი რა. აი ეს ცივიყავები აქ არის ანასტასია და მოვლენ ესენიც. შვილო, ამ ჩემ შულს უნდა მეგონი რაღაცა კურსის გავლა. ოღონ ამან რამე მოინდომოს და მე გადავუხდი ფულს, რა თქვენ აი мотиваცია მიეცით რა გიხვეწები. აი ინტერიერის დიზაინი ძალიან მოეწონებოდა მარინადიდე და თან ონლაინაც აი და ადგილზე მისვლა შეუძლია, ფასდაკლებაც გქონიათ. ეხლა ჩაგიდებთ მე თქვენი მესენჯერზე მაგ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდს. ой, მოვიდა ცივიყავები, იმედიათ ეკლა უნიტას მაინც მიაკნებს. გოგო იქ დატოვე? მიდი თორე შენ ოთახს მეგრეთ მამაშენ შეუვარდება საძინებელში. ლელა, გოგო რო გაამართლეს ის ახობაძე. და ისეთი ბედნიერი ვარ, გოგო. გადაწყვეტილება გამოიტანა. ვაიმე რა ერქვა იმ მოსამართლე. რომეო. ხო, ვაიმე, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ცხრაპირი ვიტირე მე მგონი. გოგო, ეხლა მე ამოვწერე, ჩაიწერე შენს თუ გინდა. ხო გაკ პასტა. მუშაობ შენ. სამი პაციენტი და ხო, ჩაიწერე მიდი შმაგი გობეჯიშვილი ესენები ცრუები ვინც იყვნენ ამ საქმეში. გობეჯიშვილი ეს პროკურორი თვითონ. ხო, მკერავი. გიორგი გურეშიძე ეს ვინც ჩაუდო თურმე. მე რევაზირაკი ბიჭო ფსიატრიალი ეგ ის რა ქვია ვენტილატორი მიბერავს წელზე. სათხა შევატრია. როტრიალებს ისე დააყენე. დავაყენე ხო. სად ვიყავი? ირაკლი ნარიმანიძე, გიორგი ხარგელია, ხო იწერ. გოგო იმას შერაგე პაციენტების შეერაგერიოს. და ვლადიმერ ალადაშვილიო, ხო? აი მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ ვიცი რა. ეხლა უნდა დაურეკო ქოცშორენას მე. ხო, ჯანაშიას. რო იძახდა ეგ ბიჭი ნარკომანიაო და მანა ხო ერთი ეს. ხო, რა ვიცი დაწვა მე მგონი, დაიძი. ბუშინ ძალიან საჩინელობა დაგვემართა. ტაქსისტიც მე და თიკო. აი მე ალბათ თელი ცხოვრება მარტო მაგას ვინანი ყველაზე მეტად. მოყოლაც კი არ მინდა. ეს ქვია გინდა დაიწყე მიდი, დეტალებში თან არაფერი გამოტოვო. მოკლედ ტაქსიში რო ჩავჭიქით ამ კაცმე თავიდან რაღაც ძირად გაიცინა რა. ჩვენ უბრალოდ მივეცალმეთ და თვითონ თქო რომ წავედით გლდანშიო რა. ხო, 5 წუთი არ იქნებოდა გასული რო ჩავჭიქით რა და რანაცნობი სახეები გაქვთ თუ ასე გვითხრა. ნუ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ რა. მე რა ცოტა ხანი რო გავიდა, მე მეუბნებოდა რომ მისამართი რო არ მიგეთითებინოს და თვითონ სადაც ცხოვრობ. მიხატავი ბიშისგან ეგრევე გავხდებოდი იქ. გოგო სეიფი ვარ გაგთქვათ მოწერილი, ყველა გოგოს უნდა გქონდეს რა. უფრო უსაფრთხოდ ვქნოთ თავს, რომ რამე სიტუაციაში აღმოჩნდები, ეგრევე გზავნის შეტყობინებას რა სანდო კონტაქტთან. თუ უფრო რაღაც ისე გქნოთ თავს რა. დაიცა გითხრა ეხლა ეგრე უთხრათ იქოს რომ ზუსტად სადაც ცხოვრობ, მეთქი დროზე მანქანა გააჭერეთ, უნდა გადავიდეთ მეთქი რა და კაი კაცო და გადავიდეთ, მივედით აგერ უკვე თითქმისო. არა ჭერებდა მანქანას. აუ ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ მეთქი ზღვედი რაც უკეთია თქო. ხო არ მოვგაჩა და იქვე მოვგუდო მეთქი, მაგრამ მე ავარია მოგვივიდო და რო გააჩერა მე კორპუსთან მართლა მოვგაჩა ეს ზღვედი ეკლა გადავიდა მანქანიდან, გავუღო მძღოლის კარები და მაგრა დაჟეჟა. ანუ რასანახაობა გამომიტოვები, მაგრამ ეგრეთ მოიგეთ რა თქვენით პირიქით საღოლ თქვენ. უჯერ თავარი არ მithქვამს, რომ ვეღარ გაუძლო მძღოლ მოჭერილ ღვედს და ტეკლას წიხლებს და იყვიდა უცბად ტიკო რაც აკეთებო და იქვე გავკვავდი. გოგო ბიძა ჩემი აღმოჩნდა გოჩა ხო იცი დედა ჩემი ის ძმა. თურმე გვეღადავებოდა და კუდი ეფარა ვერ ვიცანი. აუ რა მაცინებს. მიხადავები გოჩაცემით? მაგრამ თქვენ რა იცოდეთ ახლა ზოგადად ტაქსის წენეგრე უცხოთები რო გილაპარაკება, ეგრე ვეღარ გძნობ თავს უსაფრთხოდ რა. დამიჯერე, გადმოწერე save you. მავრა რაკნა გოგო ბარბარემ ინგლისურში. 24 არაჩვეულებრივი ქულა, გოგო. ხო, მაქსიმუმი რამდენია მანდ? 24 ნორმალური ქულაა ეხლა, ხო. ინგლისური 24 ბარბარე. ეს რომელი ბარბარია სიაში ორია? ბარბარე დოლიძე და ბარბარე კამუშაძე. ეს დოლიძე იყო, კამუშაძეებმა არ უპასუხეს ტელეფონზე, იგი დაბალი ქულა აქვს. ვინ დაგვრჩა კიდე?
გიორგი სხირტლაძის ქულა არ გვიწერია ისტორიაში. მუშაობს აგენტურა, რა ეტაპზე ხართ? მაჩვენე აბა. ბარბარე 24-ია იყო, მეგონა ჩაიჭრებოდა. აი ამ ტეიბლი იყო ზუსტად. სხირტლაძე ისტორია ხო? რა კაიქენია სულ იმიტომ რომ ჩავიერთ. მაგდა როგორ ახარ? კარგად შემოგარგო, კარგად. მაგდა რაზე გირეკავ? იუსტიციაში მაგ გოგოს საქმე პასპორტზე მინდა რომ დაგისვა კითხვა, შენ ხომ ანდ მუშაობ და დედა რას მეუბნები, გოგო? როდის გაგათავისუფლეს კი მარა? 2013-ში. ხო, დედა როგორ დამწყდა გული ეხლა. გოგო, შენმა ბიჭმა რა ქნა ისტორიაში? ეს ნახე ანასტასია მარიამ ჩაგანავამ 19 ქულა იყო ქართულში. გოგო ვერ ლაპარაკობს ქართულად და მაგიტო. ამაზე შეხვდა და საკმარისი კონფიდენს არ მაქვს რომ გამოცდა კარგად ვწერო. რატომ მეთქი რო ვკითხე, it's complicated და ასე მებასუხა. ინგლისურში კი აიღებდა ქართულას. გიორგი სხირტლაძე ჩაწერე ისტორია 56 ქულა. დედა ასეთი კარგი ქულა თუ გაქვს, კაი ადამიანო, აქეთ უნდა მირეკავდე. მაგრამ ესე ის დღეებში ჩაკეტილი ოჯახი. აუ ვინ გახსოვს შაშან ქულები რო იდებოდა ჩვენი მეზობლები რო აორთქლდნენ. დღეს დაგფოთიშეს ნათლობაში. ოღონდ მე ვეწავარ შენ წადი. მე ასე წამსვლელი არა ვარ, სანამ ეს დავთარი არ შეიძლება ბოლომდე დეტალურად. ბიჭო, ეს ბოლქვაძის გრაფა ცარიალი როა, არ უნდა მითხრა. დამიჭირეს. მაინც ადამაკე ხამათი ნომერი. აუ ჩემი ქულები კი აღარ მასუს რა ვიღე თავის დროზე. წერი ამ როულში. იმ წლის გრაფაში მოძებნია რომ ცაბარებდი. აუ იუნესკოს უნდა დაუკავშირდე რომ ეს როლი როგორც ძეგლი ისე დაიცვა. რომელიც ძიდან იწარმოება საერთოდ. ფიქრია სალამი. როგორ ახართ? ვაიმე, რას მეუბნები, გოგო? ინსულტით? დედა საწყალი. ვიზიარებ, ჩემო კარგო, ვიზიარებ. ხო. გოგო, რა ქნა კესომ გამოცდებზე? წართული წერია წერს რა. ხო. აუ თითქოს მოტყდა შევქროშოს ფეხსაცმელზე? წეგან ჩაიარე ჩემ კორპუსთან გამოპრანჭული იყო. ვიდეო მოგადაღებული. გოგო ხო ქორწილში მიდის, გვახვინა მხოცოლი მოიყვანა და დაპატიჟა. აუ ყველა ქორწინდება რა. მე კიდე გუშინ სერიოზული კამათი მომივიდა ირაკლისთან. სადარბაზოსთან ვიჭხუბეთ. აუ შენ შეყურებულთან მაინც მოგდი ჩხუბი და მე 2 წელი არავისთან მიჩხუბია. ერთი ინგასთან თუ მომივა ხომ მიჩხუბი, ზეგანაც ვიჩხუბით, აღარ მილაპარაკება. აუ ნახე თივრილდები. ხო, ეს ვიღაც გოგოს ლაიკებდა ფოტოებს ინსტაზე. ყალბი აკაუნტიდან ნახე. დეტექტივ 7 რომ აწედია. ხო და მე ისე ვიჩხუბით, რომ სილა გავაწენი და ავედი სახლში. რა ქენი? რა სილა გააწენი გოგო, რო გიჩვენო ხა სად მიდიხარ მე? კაი გოგო, რა უნდა მიჩულოს პოლიციელია. მithumetes. შენ ეს ვის გამოსვისა ბამდენი ხანი მზია მაღლობელი ციხეში. სილა გააწნა იმ კაცს. ნუ კაცს. და ის ამტკიცებს ახლა დიდი ტყლაშანის ხმა იყო. აუ ეხა ცოტა ნერვიულობდი. საჩი ვარი ხო არ შეაკნეტა. დაურეკა. კაი არ გინდა თავი განები იქნება არ გიჩივის. მზია მაღლობელს ახლა რატოც მოიქცენ ეგრე ყველა მიცის. და 7 თუ 8 თვე სერიოზულად მიდის იმისი გამოძიება, განიცადა თუ არა იმ კაცმა ტკივილი. და მაგის გამო უნდა ჩასვან 4-დან 7 წლამდე? რა სიგიჟეა? ხო, მაგას არ ვამბობ. ანასტასია, შეიცვა კარტოფილი და გამოდი თუ გინდა შეჭამე. კაი, გამოვალ. მილაპარაკება თურმე. იცი ხა თავისი ბრალი რო და კარტოფილი ცდილობს გამოსყიდვას. აუ, კიდე მაგაზე მეფიქრება, რომ მიჩულო ეს. აუ, შეიძლება რომ სასამართლოში მიჩულონ, იცი? რა? მოგიყვები. ანასტასია დაგირეკავ რა ცოტა ხანში. აუ, სილა გავაწანი? ო, მარიკო, ხო არ გასულ ხარ სახლიდან? ხო, ამან მშვიდობა, ცეცხლი ხო არ გაჩნდა? კაი ხო აღარ მესმის შენი ხმა წდება ეხლა. ხო არ იჭერს. სტიკერს მოგცემ მე შენ. როგორ მეშინია ხოლმე კაცო ამის სახში მარტო დატოვება რა. შენ ადგილას მე შემეშინდებოდა ინგა. 4 ცეცხლის გაჩინა, 2 დატბორილი მეზობელი და 1 გატეხილი კოდანია ომარიკოს ანგარიშზე. მაგიტო ვარ სულ დაფეთებული ხო? What do you want to eat? ეს ამდენი ინდოელი რა უბედურებაა კაცო. იქით კიდევ არაბები და ისინი იდგნენ კაცო ირანელები ჯგუფად ხო? არ ქართულ მოყოფილო კალბატონო. როგორ არ ვარ ქალბატონო, ჩემ გვერდზე ცხოვრობენ ინდოელები კორპუსში, გვერდზებინაში, თავიდან ნორმა იქირავა და ეხლა 14 ცხოვრობენ. ან როგორ ეტევიან იმ ოროთახიანში მე არ ვიცი. ინგა მან ჩავდე წვენი და ზელატოსები კიდე ამის გარდა. ოღონდ ყველა არ მისცე ომარიკოს, რა ზოგიერთი ჩემია. ამ ბორდოს რაღაც სამალავი გაჩნდა სახში და ვეღარ პულობ ხოლმე ისე მალავს. უი არიცი, ჭურჭლის არის მაგანაში მალავს ხოლმე, გუში რო გაროც ჭურჭელი და გადმოვალაგე, გამოყვა შენი აკაპებული ზელატოსზე. Максим, я больше не могу. Держи, пожалуйста.
სუპერმარკეტია ეს თუ ბაბილონის გოდოლი რა უბედურებაა კაცო უმრიკული ყავს ხო მომაგზელატოსები კი რამდენი 2 წელი მომაგ კაი აუ ნახე რა მხილარი გია მე რა ხო იცი რაც უნდა გნეჟაკეთ თულა გერწა მომიდია ამოიდე მიდი მუსოში დაგვითმობენ გზას მიდი უკაცრავად ხო ვერ დაგვითმობდით ადგილს ფეხმძიმე მეგოგონაა და აუ ის მაგარი რაღაცა მოიფიქრე აუ იქ დირმა და მაგარიან რა ქნე ხლა მუსლი დამინახავენ გამარჯობა გოგოებო როგორ ხართ ფაიმის მუცელში კარგად თქვენ როგორ ხართ კარგად ფაიმე ძალიან ცხელა დღეს ხო დღეს გამოაცხადეს ტელევიზორში რომ ამ სიცხეებმა ფეხების დასიება იცისო ხო და მუცლის არ ვარ ბიბურსტულად არა დამშვიდი დაჭორები გააღწევეს რა ბაზალამადგანეთ დი მე ჩემი ზელატოსია და მომე გამეწალი კაცო კიდე გაღიზიანებული ვარ ომარიკო ნელა მოძრება მაგას ტარი აი მე ტარზე გამახსენე გოგო იმ დღეს ლამის საწიხოდ გამიხდა საქმე ისევი ნერვიულობდი რა ციხეში გოგო რა გაგშენ საწიხო კარგი ლალი რა ვისაც უპარდებენ ხო რა ზამობა ხა ეკუთვნით რა გოგო იქ ვიყავით აქციაზე ეს დიდი დრო შემქონდა წაღებული რომ აქ დიტარიანი როვა და ორი ხელით ვაქნებ ხოლმე ცალი ხელით ვერვერები და რო ვაქნებ ამას როგორ გვერდზე ხომ უყვებიანი რიადში ისინი პოლიციელები ხო და რო ვაქნებ ამას მოხდა იმას კეპში პოლიციას მოძრა ესკები და კიდე კაი ერთი ამბავი არ ახლა თორე შემიფარდებდნენ ეგრევე თუ რავი რაც ქვია პოლიციელზე თავდასხმა ეგრევე მაგას აი მე გადარჩენილი ხარ გოგო ლაზარი არ ჩამოსრიალდე დიდი მანდ რა ცხელი იქნებ ერთსასრიალო მზეა არ ჩამოსრიალდებით კი აი დაგეწვა მოდი აქ პუდრა მაქვს იმას გახეთე თამუნა ღარიბაშვილი მომქავი და არ მიყვარს რა მე ხო გულზე მიხატება რა ჩაულებდი უთამოყარეო რატო გოგო დედა გახარიას პარტიაში ხარ გაწევრიანდა გოგო ან ლელოში არა გოგო ვალი აქვს ჩემი და არ მოუცია რა გახარია და ლელო რა ვიცი გოგო უთამოყარეო და გენი გამახსენდა ეგრევე ომარიკო მოდი ერთი წუთი აქ მე მივდივარ 19-ში აქციაზე აგერ ლიდიდეიდაც მოდის ხო და პროდაქტოვო შენ უდაბებოსთან საღამოს ხო გაჩერდები აუ მაგასთან არ დამტოვოს უკარც მეთამაშება ხოლმე და არ მინდა რატო არ გინდა ახლა ვერ გავიგებ კაცო გეთამაშება სულ თუ სულ რო აგებ არაფერს თამაში ამან არ იცის უკაცრავად აქ მომასწავლეს მეურადების მაღაზია არჩევანი ქვიაო და როგორ შევიდე რა არჩევნებში უნდა შეხვიდეთ რომელი პარტიიდან ხართ თქვენ არა ქალბატონო რა პარტია მე მეურადებს ვეძებ მეურადებს ეძებთ აი კუთხეშია ეგ სტაფილოს პერკორპუსთან აწერი არჩევანი ზედ კარგით ოღონდ დიდი არჩევანი არ აქვს ქალბატონო 9 25 და 41 ზომებია მარტო დარჩენილი დედა იდო გაგიჟებული ვარ უკვე რა წავედ საჭმელი დავადგა გოგო გნახავ აქციაზე 19-ში უნივერსიტეტთან შენიცი აუ უილიამ მაგრაციმა ეს ტიპი რა დაახლოებით ისე როგორც მეკცემე გუშინ თუ გინდა გავმართოთ მეორე რაუნდი სანამდე დამოვა და ნახავ ვინც მოიგებს მოვედი რა შვებით კიდე ხო არ იჭხუბეთ თქვენ ვაიმე გუშინდელი აღარ გაიმეოროთ აღარას დროს თორე ნოკაუტი მერე ნახეთ თქვენ რა თუ ორ წუთში დაგვანოკაუტებ ორივე სილიათოფური ეს რეკორდს მოხსნი რა გიგრა მოიტანე რა ვიცი მაღაზიაში შემხდა მეთქი წავუღებ თქო კონსულტანტმა რაღაცები ამოდის შიგნითო ხო მინი კუბი ქვია ბიჭისაცაა და გოგოსიც აუ მაჩვენი აუ რა მაგარია ანასტასია მინდა ჯაშენი გახსენი აუ რა მაგარი ტიპია აუ მაჩუქე ხამივით ნუიქცევი ხოლმე რა გახსენი 2 წელი გაკეთე გეკნება შენი აუ რა მაგარია დაიცა კიდე რაღაცა ой, ბლომად რაღაცეები ყოფილა. რა საკეთებ, გოგო? კოვიდი მაგ და ფილტვების სავარჯიშოს ვაკეთებ. რას უნდა ვაკეთებ, ბუშტია უბრალოდ. აუ, ნახეთ, ხის რაღაც ამოვიდა. ილია თოფურიას ხის ფიგურა. შეიძლება მეორეში დვალეშვილი იყოს, იმასაც გავხსნი. აჰა, გიყიდი მერე კიდე, ხო? მთელი ზაფხული გვექნება აქციაო კონსულტანტმა მაღაზიაში. ხო, აი მე ლიასთან გავიდე, მე ყავა დავაქვევინე და გავუტანო. ამას თეკლას ვაჩუქებ, გულგატეხილია და მოეწონება. თვალიშვილიც ამოვივიდა, რა მაგარია და კიდე მაგნიტია. ინგლისური დასოა ეს. დურაკი რო ხარ ალბათ მაგიტო ამოგივიდა. დურაკი. აუ, ეხლა მაგრაკცე.
სადარბაზოში გამოდიოდა თქვენი ცივილკივილის ხმა. დეგენერატები ესენი რა. პირველი ეგ გადმოვიდა იერიშზე, მე უბრალოდ თავს ვიცავდი. მაგრამ დაგიცავს თავი კი. მუშტი ჩამარწყადე. მე მგონი რომ კაი ადგილი ავარჩიეთ, ხო? გოგოი ვაკავშალოთ სუფრა. აი მე რა ბუნება რა, დაილოცოს საქართველო რა. და რა შემიფრინდა პირში. წერები კი აბლომად. აი ეს კაბაბი იქით ჩადგი, ხო და სალათი. სალათს ვინ დაჭრის? დაჭრას ეხა სიბაშურის ბჟუბილ მარას მიკეთებს. ლედა დაჭრი შენ. მომეცი მე დავჭრი ამას. თია მიდი გეხვეწები რა მარშრუტკაში ჭიქებია და ჩამოიტანე შენ გახარებას. ომარიკო რას აკეთებთ მანდ? წრეში ბურთს თამაშობთ. აუ დამჭრეს, არ ითვლება. ძალიან უისვრით მაგ ბურთს. აი გოგო განები თავი. ისა, ღვინო სად არის? მარიკას იბაშულს ქონდა. მარიკა ღვინო მოიტანე რა. აი აქ არის ღვინო, ცოტა მოვაკელი. ამან თუ ცოტას მნიშვნელობა იწოდეს თავი მომაჭერი რა. მოდით ეხლა ყველანი სუფრასთან ბავშვებო. თამაშობ ჯერ ყველა. სხვებსაც უყურებ კაცო შენ მოდი აქ. სანამ არის ხორცეული სუფრაზე. ვაიმე ეს არის ჩემი თოინდან წამოღებული პური გოგოებო, დილით წამოვიღე სულ ცხელ-ცხელი. გასინჯელელა. უინდა როგორ მიდის შენი თონის საქმეები? ხართ ხო სტაბილურად? ვაიმე სხვათა შორის ნორმალურად ნინო. კი, ნუ ხე კი ძვირდება ამ მდუღარ ეკონომიკის პირობებში ფქვილი, მაგრამ ხარისხს არ ვაგდებ სხვათა შორის. ხო. ხო ხარისხი ეთყობა. შეხედე სიბაშვილს. და უყუნთ ღვინო დალიოს და პურს აწობ შეგდეთ და ისე ჭამს. რომელი ბიბლიური გმირი ეს არის? რა ვჭამო? ცოტა დაუჩქარეთ ბავშვებო, უკანა გზაზე ვარ დასასვლელები და საღამოვდება. ხო არ გაოფლიანდი შენ. შემოტრიალდი მაჩვენე მაინც სულ. ჟამარიეს. და ჩეკი მოდი ახლა და ახლა გაინცრე. აბა ახლა ყველანი ვცეკვავთ გოგოებო. დინამიკი სად არის? აუ ჩამოვიტანოთ რა მარშრუტკიდან. და აფხტის ეს თავს კაცო უკანა გზაზე. უკან მოხება არ მინდა. მართლა არ მინდა უკან მოხება. არიდა. ამისი ჩუმი გაფანტე. ომარიკო გამოადგი ფეხი. მურშინ მოყვიდე ფეხლა. მოდი ვარ ხო? ანასტასია სათები ოქროსია? არა, მაგრამ ოქროზე ძვირი ღირს. მის მინე ერთი შარვალი და ორი შორტი უნდა გიყიდო, ხო? ხო, შარვალი ლუკას დაბადების დღისთვის და შორტები ისე. აი მაღაზიაში შევიდეთ. გამარჯობა, ბავშვებისთვის თუ გაქვთ შარვლები და შორტები? 13 წლის არის. 11 წელზეც გვაქვს კი. აი აქ არის შარვლები, ეს ჩაყოლება და უკანა მხარეს არის მერე შორტები. გასაგებია, მადლობა დიდი. ომრიკო მიდი აბა არჩი. აჰა, გამგიცრეკავს. ხო ინგა. ანასტასია რაკენით არჩიეთ რამე? არა, ვარჩევთ ჯერ. მომის მინე ის დიდი განიერი შარვლები რო ეგენი არ უყიდო, მინარები არ მომი. აი ხო დაგვაცადე ახლა ცოტა ხანი რა. ომრიკო მიდი აბა ეს ნახე. მეგონი რომ რაღაც შენი სტილია. რა სტილი საერთოდ არ მაქვს. აი ხო გავისინჯო მაგას, ოღონდ გამომყევდი ეგ დადექი. აი მან შედი. აუ ზელატოსი დამიჭირე რა. აუ ვაშე ჭამო. აი ხო არ შევჭამ. მან დადი ეგ შარვალი. აუ ბიტმინის ტრუსიკს გაფიცებ რა. აუ ისე ვინ გარიკავს. ხო ინგა. არჩიეთ რამე გოგო. კი აი ახლა ისინჯობს და ეცე კამერა შევატრიალებ. მაჩვენია. ნახე. აი ბეტმენებიანი ტრუსიკი რო ჩაუწვია. რაკეთა მოერგო შარვალი? მე მგონი კი. აბა ვნახოთ. უი ეს როგორი ბეტმენებიანი ტრუსი გაცვია. აი წემიდი აბა შარვალი. აიმე. ამას უნდა ერთი ზომით დიდი. თქვენ დახართ ხო ამ ბავშვის? გამომყევი და ერთი ზომითიც გამოგეტან შარვალს. ანასტასია მალე მოდი ასე ხო არ ვიდგები აქ. აიმე რომელ გასახდელში აი აქ შევა. დაკავებულია ეს. უი ბეტმენის ტრუსიკებიანი ბავშვია. თეუნაბა გვერდზე შედი. ბავშვებო ეროვნულებზე ხართ? წარმატებები. რაფერიოდო ამ ბავშვს ახალზე. გოგო რა უნდა მეკითხა? წუხლის რა ხმა უნდა ცივილკივილი გამოდიოდა ხუთი შვილებისგან. ვაიმე არა გიგია შენ ეგ. თურმე გუშინ ეგ დათო ქმარი მოსულა სახლში ნასვამი. ხო, მე სახლში წავუგზელებიას მაგრამ როგორც იციან ხოლმე. ხო და რაღაცა შეგამათება რომ მოსვლიათ მე ცოლქმარს სოფოსთვის კბილებში შეულეწია თურმე ყვინის ჭიქა. ასეა საქმე. აუ უკაცრავად ქალბატონო. ეხლა თუ კბილებში შეალეცა ღვინის ჭიქაო. აუ ხო გეუბნებით თუ შუშანიკი მოამეთქი ჩვენ ვარიანტში. არა შვილო ამბავი მოვყევი უბრალოდ. მიშველი არსად არა თქვა ეგ.
მისმინე, სახლიდან წავიდაო სოფო წეღანაბობდნენ გოგოები, გუშინდელი ჩხუბის მერე და საცხოვრობენ სოფოს სიანები. ვაიმე, სოფოს დედმამა ცხოვრობს რუსთავში. ხო, იმიტომ რომ მაგათ რო ახლა აქ რემონტი ქონდათ, სოფო ერთი პერიოდი იქიდან დადიოდა ხოლმე. ხო, რუსთაველია. აუ, ქალბატონო, რამეს თუ გვანიშნებთ, პირდაპირ გითხარით რა. რუსთაველია მეორე ვარიანტში. აუ, არ მინდოდა ვეფხისტყაოსანი. არა შვილობ, დაწნარდი ვლაპარაკობთ უბრალოდ. თეთა როგორ შეიძლება კაცვას ენერგიულობა. რა იქნიან ახლა ნერვიულობენ ბავშვები. გოგო, სოფოს დედმამა როგორ ცხოვრობს რუსთავში, სოფოს გარდაცვლილი ყავს დედა. თეთა როგორ გადამწოდინდა გოგო, ეგ არა კაცო, ეგ კალი არის სოფოს მამის მეორე ცოლი, ხო? სოფოს დედინაცვალია. უკვე ნამდვილად აღარ არის სასაცილო რა ქალბატონო. სამანიშვილის დედინაცვალი მოვა, ხო მეორე ვარიანტში. არა შვილო, რა ჩვენ გინდა ეგ მოვა გამოცდაზე. და სიტყვა ვეღარ მithქვამს როგორ დავიღალე რა. მე დაღლა შენ და გენახა გუშინ თენგიზის გასვენებაში. 2 საათზე რო გამოიყვანეს კორპუსიდან, სასაფლაომდე ვიარეთ სულ ფეხით. მე როგორ უცბად დაიღუპა რა. გასაცოდავებული ცხოვრება ხო ქონდა, სიკვდილშიც არ ქონია ბედი. აუ, დიდოსტატის მარჯვენა მოვა.